აი ხო ხედავ ჯერ ოქროები არიან და შენ კიდე არ გჯერა. ელის ისე შეგვიძლია რომ მე და შენც ასე ვიყოთ. ფლორიდა, მანდ რომ ხარ და ჯასტინს ეხუტები, არ გეშინია რომ დედა დაგინახავს გზაზე? დედა უკვე სკოლაშია, ამიტომ შანსი არ არის რომ დამინახოს. თავარია თქვენ არ უთხრათ. საიდუმლოს შენახვა ვიცით. ფლორიდა და დღიური როდის უნდა დაიბრუნო გრეისისგან? ო ფლორიდა, შენი აზრით დაგიბრუნებს ოდესმე გრეისი. მაგ დღიურის გამო ძალიან ბევრი ვიწვევთ. კაილი დაგთვან ხმდა დახმარებაზე და დედა გრეისისგან უნდა მოიპაროს დღიური, დღეს ამას აკეთებს. იმედია ყველაფერი კარგად გამოვა. დარწმუნებული ვარ რომ გამოუვა, ამაღამ გვექნება ეს დღიური. გვენი მოდის. გაიწიეთ. გამარჯობა გვენ, შენმა მეგობრებმა მიგატოვეს თუ რა ხდება? და სხვათა შორის, აი ეს ყელზე რაც გიკეთია სხვას ეკუთვნის, მოიხსენი. ეს ჩემია ფლორიდა, რაღაც გეშლება. გვენ ამაღამ დავიბრუნებთ დღიურს და მთელ სკოლას ეცოდინება სიმართლე, ამიტომ მოგიწევს მაგის მოხსნა. მე მექნება დღიური, დავიბრუნებ ჩემს პირად ნივთს გრეისისგან, გასაგებია? წითელო, რას აკეთებ? იცოდე შემდეგში მან ჩვენ ვიდგებით და ნახავ მე ხელის მერტყმა როგორ უნდა. ტრაბახა! იმედი მაქვს კაილის ყველაფერი გამოუვა, თორემ თუ დღიური გვენის ხელებში ჩავარდა საშინელება მოხდება. არ მგონია მეორედ გამოგვივიდეს. ფლორიდა, ისე მეგვინს უთხარი რომ ჩემი და აღარ არის. სერიოზულად, ჩვენთვის არაფერი გითქვამს. უბრალოდ კარგ მომენტს ველოდებოდი. ხო, ის ფაქტიც, რომ მე ის ბიჭი მომწონს, რომლისთაც მონსტრია, არ მიადვილებს საქმეს. ფლორიდა, წავიდეთ? ხო, წავედით. ბიჭებო? მეგობრებო, სერიოზულად, ფლორიდა უბრალოდ ბიჭებო დაიძახა და თქვენს ეგრევე წამოხდით. კარგი, ხო, წავიდეთ. ღმერთო ჩემო, ძალიან საშიშია. ამ კარადის გასაღები არ აქვს არავის. კიდევ კარგი გადავამრავლე და გავაკეთე. კარგი კაილი, შენ ეს გამოგივა. აი გვენის დღიური. კაილი, ქურდობა ძალიან ცუდია. გრეის, დედა, უბრალოდ მაინტერესებდა იქ რა იყო. კაილი, გასაღები ახლავე. დედა, კაილი, გასაღები. კარგი, აიღე. კაილი, კიდევ ერთხელ დაგიჭერ მსგავს რაღაცაში და შენ წახვალ გარიყულების სახლში. რა კეთილი ხარ დედა, უნდა მიგეცა ეს დღიური ფლორიდასთვის თავიდანვე. შენ და ფლორიდა სხვა ხალხის საქმეებში ნუ ერევით. ახლა გაკვეთილი არ გაქვს? კი, მუსიკის, ხო და წადი გაკვეთილზე. მივდივარ დედა. და მოიცადე, ახლა უნდა დავისაჯო? დიახ, უნდა ვიფიქრო როგორ და გეტყვი როცა მოვიფიქრებ და როდის იქნება. კარგი გნახავ დედა. გოგოებო, გაბრიელა? გოგოებო, არ გინდათ რომ გვენს შეურიგდეთ? არ წაგიკითხავთ დღიური და გაბრიელა, ნუ გვეუბნები რა გავაკეთოთ. ეს ახალი სუნამო მწვანე ხავს ის მიდი ნახე. სერენას ძალიან მოეწონება. ბიჭებო! მე გაგაფრთხილეთ. სერენა, ახალი სუნამო მაქვს ნახე. ვაუ, ძალიან კარგია. მართლა? დონ, ისეთი სუნი მინდა გქონდეს როგორც ტეოს. დაუმცა რაზეც არ იქნება ამისთვის საკმარისი ფული. მე ამ ყველაფერს მხოლოდ სერენას გამოვაკეთებ. ბელა, არა უშავს თუ გშურს. დონ. ო, შევაგროვებ და ვიყიდე. რობერტ, ცოტა გამხიარებდი, ცხოვრება კარგია. და შენი შეყვარებულიც აქაა. არა, ჩემი შეყვარებული აღარა, დამხვალ მაგისმა ბოროტმა ხასიათმა. უბრალოდ შენ არ შეგიძლია აიტანო ეს ყველაფერი, ჩემნაირი გოგოები უკეთეს იმსახურებენ. ვა, მიკროფონი დააგვდო. არა, ეს მიკროფონის დაგდება კი არა, მაგის სუდი ხასიათი იყო. ესე იგი ახლა კარგად ხარ. ხო, კარგად ვარ, უკეთესიცა. ახლა საყვარელ და კეთილ შეყვარებულს ვიშოვ. მაგალითად ვის? არ ვიცი, შეიძლება კარენი უცადო. მე შენ ადგილას არ გირჩევდი. მეც მომეწონა და მე საერთოდ სხვანაირი გოგო აღმოჩნდა. გარეგნობა ყოველთვის ეცვლება და ვერ გაიგებ შემდეგში როგორი იქნება. რატო განსხვავებულობაც კარგია. რავი, რობერტ, მეგობრული რჩევა იყო, გაფრთხილებული ხარ. აი ხო გითხარი, ყოველთვის იცვლება. გონი უბრალოდ ექიმთან უნდა მივიდეს. ხო, დრო. გოგოებო, ძალიან ცუდად ვარ. კაილი, არ მოიწყინო. ფლორიდას რას ვეტყვი? ხო, გრეისი ნამდვილად ვერ დაგვეხმარა. არ შემიძლია, უბრალოდ დღიური აიღო და ჩაკეტა რაღაც კაბინეტში, თითქოს მან მოიპარა. ხო, მაგრამ იმედი მაქვს არ დაწვამს. ორი ცდა და ორივე ჩაიშალა. ხო, და გრეისი რომ დავაძინოთ ნორა? ხო, რამდენიმე იავნანა ვიცი, ნეტა გრეისზე თუ იმოქმედებს. გოგოებო, ნეტა იცოდეთ როგორ მუსიკას უსმენს დედაჩემი დასაძინებლად. მაშინ მაგის იმედი აღარ გექნებოდათ.
აბა რა ვქნათ, კაილი? გოგოებო, მოდით ისევ ვიმეგობროთ, ისევ ჩრილდერები გავხდეთ, მანიაკები, ყველა ერთად ვართ. არა, რაღაცა აღარ არის იგივე. ხო, იმედები გაგვიცრუე. გვინი საკმარისია, უკვე დავიხალეთ. შენი საშინელი სუნი ჩემს უნამოსაც ფარავს. წოვანე ხამსისას. დარბაზში გელოდებით იცოდეთ. ნუ გვიყვირი. ხო, მათ ნუ უყვირი. გოგოებო, აი კაილი, წამოვკითხოთ როგორ ჩაიარა ყველაფერმა. ჩაფლავდა, ხო, კაილის არ ეჩხუბო. ფლორიდა დედამ დამიჭირა ზუსტად მაშინ როცა ვიღებდი. კაილი ძალიან საწყენია რომ არ გამოგივიდა, ესე იგი შაბათ-კვირას ჩვენთან ერთად ვერ იქნები. ხო, მაგრამ მე შევკვირდი. კაილიც დაგუპირდა რაღაცას, მაშინ უკეთესად უნდა ეცადა. ბოდიში კაილი. გოგოებო, მგონი კაილის აღარ უნდა ვანდოთ მსგავსი რაღაცაები. ხო, მართალია არ ღირს, ჩვენით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთი შანსიც უნდა მივცეთ. ხო, ბოლო შანსი. გოგოებო, მე მაქვს ერთი იდეა, როგორც უნდა მოვიპაროთ დღიური, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. სებასტიან, მოკლედმა როგორ გიხდება? ვიცი რა, მე სტილისტი ვარ გულში. არა, ჩემი მთავარი ძალა თმებშია. რა ძალა? მალე ისედაც გაიგებ. ჩვენს გვაინტერესებს. ხო, შენ თმებს როგორი ძალა აქვს? ძალიან ძლიერი. ძალა, მომწონს ძლიერი ბიჭები. ნათან? რა? მოდი აქ რომ სებასტიანმა დაგარტყას. ოსკარ, მიდი. არა, მადლობა, ლილის გამო ჩალურჯებული თვალი არ მინდა. სებასტიან, მე ხო არ დამარტყობ. ან მე? არა, მეგობრებო, თქვენ არაფერს დაგიშოვებთ. მშიშარა, ხო, მშიშარა. სებასტიანა, უნდა დაუმტკიცო, რომ ძალიან ძლიერი ხარ დღეს სკოლის შემდეგ. არა, ლილი, ამას არ გავაკეთებ. არ გინდა რომ ჩემი შეყვარებული იყო? მომისმინეთ, დღეს რაღაც უნდა გითხრათ, სანამ გაკვეთილს დავიწყებთ. ჩვენს კლასში ქურდია, მაგრამ მარტო ეს ქურდი თავისთვის კი არ იქცევა ასე. მის უკან ადამიანი დგას. ჯანდაბა, დედა ამ ყველაფერს ყოველს წინაშე რატომ ამბობს? უნდა რომ შეგვარცხვინოს, მაგრამ კარგი ვნახოთ აბა მისთვის როგორ გამოვა. ფლორიდა და კაილი, თუ შეიძლება აქ მოდით. აი თქვენი დები ჩემი დღიურის მოპარვისთვის ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან. მოკეტე. ჯერ ფლორიდამ მოიპარა გვენის დღიური, რომელიც ახლა ჩემს კაბინეტშია ჩაკეტილი და შემდეგ კაილი დაარწმუნდა რომ მოიპარა ჩემგან. ქურდები, ყველამ გაიგეთ? ქურდები არიან. გოგოებო, არ გრცხვენიათ? ასე გაგზარდეთ? სირცხვილი, დაწყნარდით, თქვენც არ ხართ იდეალურები. მაუს, მე მაინც არ ვიპარავ დღიურებს, ხო, ისე როგორც შენ. მნიშვნელოვანი რაღაცისთვის გუჭირდებოდა, თუ თავს მოიკატუნებ თვითონ არაფერი იცით. შეიძლება რაღაც ვიკითხო, რამე პრობლემა ხო არ მაქვს. ტეო, ეს ფლორიდაზე და კაილიზეა, შენ რა შუაში ხარ? კარგი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავსაჯოთ ფლორიდა და კაილი. დედა, სერიოზულად? დიახ, სერიოზულად. კარგი, მაგარ შარში ვართ. დედა, მე ვფიქრობ, რომ ფლორიდა და კაილი არ უნდა დაისაჯონ. ხო, შეგვიძლია დავივიწყოთ ეს დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს დღიურს დამიბრუნებთ უკან და შემდეგ შეგვიძლია დავივიწყოთ ყველაფერი. დედა, არ გაბედო და არ დაუბრუნო ეს დღიური, გააფუჭებ ყველაფერს. გვენ, დღიურს დაგიბრუნებ მაშინ, როცა კარგად მოიქცევი. დედა, რას ამბობ? გვენი კარგად არასდროს მოიქცევა, მაგრამ მე უკვე იდეალური ვარ. კარგი, ახლა დასხედით და დანარჩენებმა თუ შეიძლება ხმამიეცით, როგორ დავსაჯოთ ფლორიდა და კაილი. გრეის, ჩემი აზრით ასეთი საყვარელი გოგოები უბრალოდ არ უნდა დაისაჯონ. ვეთანხმები ძლივს, რაღაც გამოსადეგი თქვა ტეომ. ვა, კარგად გამომივიდა. ტეო, დღეს რაღაც ბევრს ლაპარაკობ. აბა გამოდი კლასის წინაშე. მე? თეო, მიდი. გვითხარი ეშვის აგებულებაზე და მის სუსტ წერტილებზე. ჩემი ყველა ეშვი ძალიან სუსტია. შეიძლება დახმარება კლასელებს თხოვო. არა, ტეო, გააგრძელე. მადლობა ურუს. გოგოებო, გვენი მეგობრების გარეშე დარჩა, არ გინდათ რომ ისი მეგობრები იყოთ? გაბრიელა, რა? გვენის არასდროს. გაბრიელა, გვინთან მეგობრობა არავის არ უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბოროტია. მე მოვანდომებ, დასალევი გამიკეთე. საშინაო დავალება. ჩვენ არ დაგვიწერია. არ გააკეთეთ? წკლიპურტი. ეს რატომ? ამას კოცნა მირჩევნია. ამ ცხოვრებაში არასდროს. არა, ნორამ შეიძლება. შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა შენი პატარა ეშვები გადაიქცევა ნამდვილ ეშვებად. უკვე ნამდვილი ეშვები არის. სებასტიან, აქამდე არავისთვის გიკოცნია? არა. ადვილია, გასწავლი, წარმოიდგინე, რომ ჩემი ტუჩები არის პომიდორი. პომიდორი? კარგი, ვაშლი. და რა უკნა, ჩავკვიჩო?
არა, რა თქმა უნდა, არა, პირიქით. ლილი, მოდი ყველაფერს დაჩქარება არ გვინდა, ცოტა ხნის წინ შევხვდით და შენ უკვე კოცნა გინდა. ეგ რა შუაშია, უბრალოდ ვცდილობ რომ გასწავლო. აქ ყველა ბიჭისთვის ნაკოცნი მაქვს, ყველას ნებისმიერს კითხე, აბა? სერიოზულად? ჯასტინ, თქვენ ორმა აკოცეთ? ჯასტინ, რაღაც არ ვიცით? რა, არა, არ მეკოცნია. კარგი, ყველა ჯასტინის გარდა, სულელი. ხო და მაშინ ყველა აღარ გამოდის. ორჯერ დაფიქრდი საყვარელო, თუ ასეთ შანს ხელიდან გაუშვებ, შეიძლება მართლა მთელი ცხოვრება პომიდორს აკოცო. როგორ ჩაიარა? არ იცის როგორ უნდა კოცნა, წარმოიდგინე რა საშინელებაა. ხო, სირცხვილი. არა უშავს, მე ვასწავლი. ლილი, მას არც მოსწონ ხარ, არ მგონია ეგ შეძლო. ძალიან ცდები კარენ, ლილის არ იცნობ უბრალოდ. არ ვიცი რა გავაკეთო, ჩემი მეგობრები აღარ მელაპარაკებიან, მაგრამ ჩემი გუნდია. გვენ, დაწყნარდი? ახალ მეგობრებს გიპოვით. მართლა? ხო, მართლა გვენ. მომეცი უფლება გავუმკლავდე. კარგი, მიდი, მე უნდა ვივარჯიშო, მე ჩრილდერი ვარ, კაპიტანი. ხო, მიცი. კარგი, წადი კლასში და მე მოვუვლი ამ ყველაფერს. კარგი, გნახავ გაბრიელა. ახ, გვენ, სერიოზულ შარში გაყავი თავი და მეც მithრევ ქვეშ. დედა, ასე როგორ შეგვარცხვინე მე და კაილი ყველას წინაშე. ხო, თან ყველა იქ იყო, გვიყურებდნენ. დედა, მართლა საჭირო იყო ეს ყველაფერი გაგიკეთებინა? წესებია და ქურდობა ცუდია. მე შემრცხვა, თქვენ კი არა. გრეის, ხო, უბრალოდ მიხვდით, რატომ გრდება ეს დღიური? და თქვენ საერთოდ რატომ ერევით? გინდათ აგიკრძალოთ შემშულებთან მეგობრობა? გოგოებო, გაჩუნდით. ჩუმად ვიქნებით. დედა, იცი რა, ჩვენ თითქმის სრულწლოვნები ვართ უკვე. ხო, და თან ფლორიდას ეუბნები, რომ ჯასტინთან ერთად ვერ იქნება და ახლა გვეუბნები, რომ ვერ დავამთავრებთ იმას, რაც დავიწყეთ. ამის გაკეთება ძალიან გვჭირდება. იქნებ დედა უბრალოდ გვენის მხარეს იჭერს. დასჯილები ხართ 4-ვე და თქვენი მეგობრები აქედან წავლენ. დამღალეს უკვე, უნდა შევადგინო ისედაც გეგმა, მასწავლებელი ვარ მე, საქმეები მაქვს. კარგად ფლორიდა, კარგად გოგოებო. ნახვამდის გრეის. ფლორიდა, კარგად უნდა გაიაზრო რა გააკეთე არასწორად, შენც და შენმა დებმაც. დღეს დედა ძალიან გაბრაზებულია. ხო, არც დამაწყებინო მაგაზე ლაპარაკი. ელის, რატომ ხარ გაკურვებული? შენც მას გავხართ, მას კი წითური გაქვს. არა, მე მამას გავარ ხასიათებში. დედას უბრალოდ უნდა რომ გადაგვეღობოს და ეგ ძალიან მტკივნეულია. ფლორიდა, დაწერე შენს დღიურში როგორი დედა გყავს. ძვირფასო დღიურო, დღე 24. დღეს დედამ შეგვარცხვინა მე და კაილი ყველას წინაშე და დაგვიძახა ქურდები. და ისიც დაამატა, რომ დედა ცდილობს ხელი შეგუშალოს. ხო, მადლობა კაილი, დავამატებ. დედა ჩვენი ცდილობს ხელი შეგუშალოს ჩვენს გეგმებში.